1987 წლის 27 აპრილს პერმის, ციმბირისა და შუა აზიის ბანაკებში 10 წლიანი პატიმრობისა და გადასახლებიდან თბილისში დაბრუნდა ქართველი დისიდენტი მერაბ კოსტავა. ადამიანი, რომელმაც პირადი თავისუფლება ქვეყნის თავისუფლებაზე გაცვალა. საკუთარი ხასიათიდან გამომდინარე, მერაბ კოსტავა საბჭოთა რეჟიმის პირობებში ციხეში ყოფნისთვის იყო განწირული. საქართველოს დამოუკიდებლობაზე ბავშვობიდან მეოცნები, სიმართლისთვის მებრძოლი, უტეხი და პირში მთქმელი ადამიანი კომუნისტებთან კომპრომისზე არასოდეს მიდიოდა. საბჭოთა კავშირში სისტემის გლობალური ცვლილებები რომ არ დაწყებულიყო, იგი ისევ ციხეში იქნებოდა. $1986 წელს საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის გენერალურმა მდივანმა მიხეილ გორბაჩოვმა გარდაქმნის კურსი გამოაცხადა. გარდაქმნის მეშვეობით კომპარტიის ახალი ლიდერები ღრმა კრიზისში მყოფი იმპერიის გადარჩენას ცდილობდნენ. ეკონომიკურად დასუსტებული ქვეყანა დასავლეთის სამყაროსთან ცივ ომს და გაზრდილ სამხედრო ხარჯებს ვეღარ უძლებდა. იმპერიას ძირს ავღანეთის ომიც უთხრიდა, რომლის წარმოებაც დიდ ფინანსებს მოითხოვდა. შექმნილი ვითარება კრემლს ამერიკის შეერთებულ შტატებთან და დასავლეთ ევროპასთან ურთიერთობის დათბობისკენ უბიძგებდა. დახმარების სანაცვლოდ დასავლეთი მოსკოვისგან დემოკრატიული ცვლილებების გატარებას მოითხოვდა. მოთხოვნებში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საკითხს პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული პირების გათავისუფლება წარმოადგენდა. 1987 წელს სწორედ ამის შემდეგ დაიწყო ცნობილი დისიდენტების პატიმრობიდან გათავისუფლება. მათ შორის იყო მერაბ კოსტავაც. 1988 წლის 12 ნოემბერს თბილისში პირველი ხალხმრავალი მიტინგი მოეწყო. სწორედ იპოდრომზე გამართულმა აქციამ დაუდო სათავე შემდგომში პერმანენტულად გადაქცეულ დემონსტრაციებს, მსვლელობებს, შიმშილობებს, პიკეტებს, მიტინგებს და მსგავს საპროტესტო ღონისძიებებს. საქართველოში ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა დაიწყო. ამ მოძრაობაში კი ერთ-ერთი ძირითადი ლიდერის ფუნქციას მერაბ კოსტავა ასრულებდა. საპროტესტო გამოსვლები საქართველოში იპოდრომის აქციამდეც იმართებოდა. 1987 წლიდან მოყოლებული ქართული დისიდენტური მოძრაობა, რომელიც ნელ-ნელა არალეგალური მდგომარეობიდან გამოდიოდა, საზოგადოების ვიწრო წრესს გასცდა და კომუნისტური რეჟიმის საწინააღმდეგო პროპაგანდა მოსახლეობის ფართო ფენებში დაიწყო. 1987 წელს პირველი მიტინგი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან გაიმართა. ეროვნული მოძრაობის ლიდერთა მხარდაჭერით სტუდენტები ტრანსკავკასიური მაგისტრალის მშენებლობას აპროტესტებდნენ და დავით გარეჯის სიახლოვეს მოწყობილი სამხედრო პოლიგონის გადატანას ითხოვდნენ. კომუნისტურმა რეჟიმმა სტუდენტების გამოსვლა მილიციის ძალებით ჩაახშო. იმავე წლის დეკემბერში მილიციამ დაარბია დისიდენტების მიერ დიდუბის პანთეონში ორგანიზებული მიტინგი, რომელიც 1937 წელს დახვრეტილ პირთა ხსოვნას ეძღვნებოდა. 1988 წლის 26 მაისს მერაბის დაბადების დღეს, მერაბ კოსტავას დაბადების დღეს ჩვენ ეზოში იმდროინდელ ჯავახიშვილის პირველში დღეს ზანდუკელის პირველში გაიმართა საკმაოდ სერიოზული ესეთი მრავალრიცხოვანი აქცია. სიტყვით გამოვიდა თვითონ მერაბ კოსტავა, ისაუბრა საქართველოს წარსულზე 18-21 წლის შესახებ ვრცელი ესეთი შესავალი გააკეთა და ქართველი ერის მიზნებზე, ესე იგი დამოუკიდებლობაზე, მომავალ დამოუკიდებლობაზე. აქვე იყვნენ ესეთი კარგი გამოსვლა ჰქონდა ირაკლი წერეთელსაც. მაგრამ დაახლოებით 15-25 წუთს გაგრძელდა ეს აქცია. შემოვიდა ეზოში მილიცია
ცხონებული ვარლამ შადურის მაშინდელი პირველი მოადგილე შოთა გორგოძის შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე და მისი ხელმძღვანელობით იქნა დაშლილი ეს აქცია. მე ვერ დავარქმევდი დარბევას. იმიტომ რომ რასაკვირველია იყო ძალისმიერი მეთოდები, მაგრამ არ იყო ბოროტი მეთოდები ესეთი ძალისმიერი. მაშინ პირველად გამოჩნდა სამფეროვანი დროშა სოცდეკებისა. დამოუკიდებელი საქართველოს სამფეროვანი დროშა. მაგრამ რამოდენიმე დღით ადრე ეს სამფეროვანი დროშა მერაბ კოსტავამ თავად აღმართა საკუთარი სახლის სახურავს. 1988 წლის 12 ნოემბერი იმ საპროტესტო მუხტის პირველი აფეთქება იყო, რომელიც 10 წლეულების მანძილზე გროვდებოდა ქართულ საზოგადოებაში. იპოდრომზე 50,000-ზე მეტი ადამიანი მივიდა. საპროტესტო აქციას კონკრეტული მოთხოვნები ჰქონდა. დავით გარეჯის სიახლოვეს სამხედრო პოლიგონის გაუქმება, ქუდონ ჰესის მშენებლობის შეჩერება, ქართველი წვევამდელების მიერ სამხედრო სამსახურის საქართველოში მოხდა და პატიმრების საქართველოს ტერიტორიაზე დატოვება. ჩვეულებრივი მოქალაქეები, რომლებიც კომუნისტების რეჟიმის დროს ხელისუფლების კრიტიკა ვერც კი წარმოედგინათ, იპოდრომზე ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერთა გამოსვლას გაუგნებული უსმენდნენ. თუმცა მიტინგზე შეკრებილთა ნაწილისთვის ყველაზე დიდი მოულოდნელობა საქართველოს დამოუკიდებლობის ლოზუნგი იყო. იპოდრომზე მოსულთაგან ბევრმა სწორედ 12 ნოემბერს დაინახა პირველად დამოუკიდებელი საქართველოს დროშა. მოქალაქეებმა გააცნობიერეს, რომ ისინი ხალხთა ძმურ კავშირში კი არ ცხოვრობდნენ, არამედ დამონებული იყვნენ. მანამდე მეტნაკლებად მაინც საქმეში ჩართული ადამიანები მონაწილეობდნენ აქციაში და 12 ნოემბერს უბრალოდ ბევრი იყო ისეთი ადამიანი მოსული, რომელსაც სურდათ გაეგოთ სიმართლე და ეს სიმართლე, რასაც არ ეუბნებოდა მაშინდელი პრესა და ტელევიზია, მათ ეს ღიად მოისმინეს. ბავშვობაში ახლა მერაბის უყვარდა ძალიან ფეხბურთი უყვარდა პატარობიდან. ჩვენ დიდი ეზო ქონდა ახლა ცოტა პატარა ეზოში მეტრომ ჩამგვაჭრა ეზო თუ ძალიან დიდი ეზო ქონდა. და იქ ეზოში სულ ფეხბურთს თამაშობდით. მერაბის განსაკუთრებით უყვარდა ფეხბურთი. მაგრამ მერაბის ფეხბურთს კი არ უშლიდნენ, მაგრამ უშლიდნენ სახლში დიდხანს ეზოში არ ყოფილიყო, იმიტომ რომ ქალბატონი ოლიკო სულ მერაბი და მერაბის ყავდა ბაბუა, რომელიც მერაბის ეშინა და ჩვენ გვეშინოდა ბავშვებს ეზოში. შეიძლება კაცი ბაბუა იყო ძალიან. და მერაბის რო დაუძახებდა, მერაბის როგორ გარბოდა რა. დროს ნახავდა თუ არა პატარა სახლში ვინმე ან ოლიკო სამი გავიდა და ეზოში გამორბოდა და გვეცა ახლა ბავშვი იყო რაღაცა. 5 წლის იყო მერაბ კოსტავა, როდესაც შინსახკომმა ანტისაბჭოთა საქმიანობის ბრალდებით მისი ბიძა, თეატრისა და კინოს ცნობილი მსახიობი გრიგოლ კოსტავა დააპატიმრა. წარსულში სოციალ-ფედერალისტური პარტიის წევრი გრიგოლ კოსტავა პირველად 17 წლის ასაკში 1924 წლის აჯანყების დროს აღმოჩნდა ციხეში. მეორედ უკვე 1945 წლის მარტში აიყვანეს. გრიგოლ კოსტავა არალეგალური ჯგუფის ხსნის კომიტეტის წევრი იყო და ანტისაბჭოთა პროკლამაციებს ავრცელებდა. სწორედ გრიგოლი იყო ის პიროვნება, რომელმაც უდიდესი ზეგავლენა მოახდინა მერაბის ცნობიერებაზე. მერაბის მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაზე დიდი როლი ითამაშა კოსტავას კლასელის, ზვიად გამსახურდიას ოჯახმაც. მერაბი და ზვიადი პირველ ვაჟთა სკოლაში სწავლობდნენ და მეგობრები იყვნენ. კონსტანტინე გამსახურდიასთან სიახლოვისა და წერლის მდიდარი ბიბლიოთეკის წყალობით მერაბმა შესანიშნავად იცოდა საქართველოს ნამდვილი ისტორია და ქვეყნის გასაბჭოების ამბავი. პირადად მე და ჩემი თოლი ამხანაგები იმ პერიოდში სტალინის მიმართ კაი განწყობილება ჰქონდა ჩვენ საერთოდ. ახლა სტალინი ჩვენი მამა და მარცხენარი იყო, მაშინ ასე იყო ჩვენთვის. მაგრამ მერაბი და ზვიადი
სტალინის მიერ ძალიან ანტიგაწყვეტილება ჰქონდათ. ახლა ჩვენ როდესაც წამოვიზარდეს პატარა ვაჟკაცობაში რაღაც ღვინის დალევა და სუფრაზეს დომის საშუალება ჰქონდა, იმ პერიოდში ყველა სუფრაზე სტალინის ადრე ისმოდა და ჩვენს აპყრობოდით ხოლმე და ჩვენს მივეჩვიეთ ამ სადღეგრძელოს. და როდესაც ახლა გარკვეულწილად უკვე ჩვენ დავრჩებოდით ჩვენი ასაკის ხალხი ამ სუფრაზე, მე ჩვენს გვიამაყებოდა რომ სტალინის ადრე რომ დაგველია ჩვენ მაგალითად პირადად მე და კიდევ დანარჩენები იყვნენ. და მერე საერთოდ არ სვავდა მაგ სტალინის ადრეს და ამაზე ჰქონდა ყოველთვის კამათი. აი შენ ასე და ის სტალინს აგინებდა ჩვენ სტალინს ვაქებდით და ასე ეს კამათი იყო რასაკვირველია მეგობრული. აი ეს მერე კამათი გადაიზრდებოდა ხოლმე და ხანდახან ყოფილა სუფრაზე ამგვარად წასულდა რა. კომუნისტური რეჟიმის მიმართ პროტესტის გრძნობა მას სკოლის ასაკიდანვე ჰქონდა. პირველი ანტისაბჭოთა ორგანიზაცია მერაბ კოსტავამ, ზვიად გამსახურდიამ და მათმა მეგობრებმა 1956 წელს შექმნეს. ორგანიზაციას გორგასლიანი ეწოდებოდა და მასში თბილისის სხვადასხვა სკოლის 9 მოსწავლე იყო გაერთიანებული. არალეგალური ჯგუფის შექმნა 1956 წლის 9 მარტს საბჭოთა ჯარების მიერ თბილისში მშვიდობიანი დემონსტრაციის დახვრეტას უკავშირდებოდა. გორგასლიანის წევრებმა საბეჭდ მანქანაზე ანტისაბჭოთა ხასიათის პროკლამაციები დაბეჭდეს და თბილისის ქუჩებში გააკრეს. ორგანიზაციის წევრები უშიშროებამ პროკლამაციის გაკვირიდან რამდენიმე დღეში დააპატიმრა. 1956 წლის დეკემბერში მერაბ კოსტავა პირველად მოხვდა ციხეში. უშიშროების იზოლატორში იგი 4 თვის განმავლობაში იმყოფებოდა. 1957 წლის აპრილში სასამართლომ მას 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, რომელიც შემდეგ პირობით სასჯელად შეიცვალა. იპოდრომის აქციის შემდეგ ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიშალა. თავისუფლებისკენ სწრაფვას ხელისუფლება საკუთარი მეთოდებით უპირისპირდებოდა. კრემლის გეგმით საქართველოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ ავტონომიური წარმონაქმნები უნდა გამოეყენებინათ. ამის პირველი ნიშნები აჭარაში გაჩნდა, სადაც კომუნისტური რეჟიმი მოსახლეობას უნერგავდა, რომ აჭარელი ქართველისგან განსხვავებული იყო. 20 ნოემბერს თბილისიდან ჩასულმა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერებმა ადგილობრივ აქტივისტებთან ერთად ბათუმის სტადიონზე საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მთავარი ლოზუნგი იყო აჭარა საქართველო. ერთ-ერთი ძირითადი გამომცვლელი მიტინგზე მერაბ კოსტავა იყო. მამულიშვილო, მე ამ სიტყვას ვამბობ სრული პასუხისმგებლობით, იმიტომ რომ ნებისმიერი აჭარელი კარგი გაგებით მე მიმაჩნია მამულიშვილად და ქართველად. და ამაზე შემდგომში ლაპარაკიც აღარ უნდა იყოს, არის თუ არა აჭარელი ქართველი. მე ადრეც ყოფილვარ აქ, მაგრამ აჭარელ ქართველებს პირველად წარუდექი და აი ეს ესე იგი მაფიქრებდა, რადგან ვიცი რა ტანჯვა აქვს გამოვლილი ამ ხალხს. მე არ ვიცახი ერს, რადგან არა აჭარელი ერი, არამედ აჭარელი ქართველები არიან მხოლოდ. ბათუმის მიტინგიდან 2 დღის შემდეგ თბილისში უმაღლესი საბჭოს კიბეებთან გრანდიოზული აქცია დაიწყო. საპროტესტო გამოსვლები ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის მიერ იყო ორგანიზებული. აქცია საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტში მე-15 თავის 100 მუხლის ახალმა რედაქციამ გამოიწვია. ეს შესწორება მოკავშირე რესპუბლიკებისთვის საბჭოთა კავშირიდან თავისუფალი გასვლის წესს ცვლიდა, რითაც მთლიანად უქმდებოდა ქაღალდზე ისედაც ფორმალურად დარჩენილი რესპუბლიკების სუვერენიტეტი.
22 ნოემბერს ეროვნულ დემოკრატიული პარტიის 62 წევრმა უმაღლესი საბჭოს შენობის კიბეებზე პროტესტის ნიშნად ერთკვირიანი შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობა დაიწყო 62-მა კაცმა, ეროვნულ დემოკრატიული პარტიის აქტივისტებმა ძირითადად და შემდგომ შიმშილობას შეუერთდა მრავალი ადამიანი და აი ამ ეტაპისთვის დღეს უკვე 900-ზე მეტი ადამიანი შიმშილობს. 900-ზე მეტი ადამიანი შიმშილობს, მაგრამ ამ მოშიშილებს სოლიდარობას უცხოდებენ ასეულ ათასობით ადამიანები, დაწესებულებული ორგანიზაციები. საბჭოთა საქართველოს ისტორიაში ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც ქვეყანაში ასეთი მასშტაბის მასობრივი მშვიდობიანი საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა. მეგობრებო, ეს აქ შეიძლება მთელი საქართველო. შეიძლება მთელი საქართველო რათა გაიგოს თუ რას უმღერებს მას რუსეთის ხელისუფლება დღეს თუ ხვალ გამართულ სესიაზე. მეგობრებო, 23 ნოემბერს საქართველოს უმაღლესი საბჭოს სესიის სხდომა 200.000-იანი მიტინგის ფონზე ჩატარდა. ქართველმა დეპუტატებმა საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება მიზანშეუწონლად მიიჩნიეს. თუმცა მთავარი განხილვა 29 ნოემბერს მოსკოვში საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე უნდა შემდგარიყო, რომელსაც ყველა მოკავშირე რესპუბლიკის დეპუტატები დაესწრებოდნენ. მოსკოვში გამგზავრებამდე 3 დღით ადრე, 26 ნოემბერს, ქართველ დეპუტატებს უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში სტუდენტები და ეროვნული მოძრაობის ლიდერები შეხვდნენ. შეხვედრაზე სიტყვით მერაბ კოსტავაც გამოვიდა, რომელიც ქართველ დეპუტატებს ეროვნულ პოზიციაზე დგომას მოუწოდებდა. მე მოუწოდებ ქართველმა დეპუტატებმა გადახედონ თავის წინადადებას და შეიტანონ იქ მეორე პუნქტში ცვლილება. მოითხოვონ ეროვნული კონსტიტუცია, საქართველოს კონსტიტუცია. და მოუწოდონ სხვა რესპუბლიკებისაც, რომ მათაც მოითხოვონ იგივე. 29 ნოემბერს უზენაესი საბჭოს შენობასთან, როგორც წინასწარ იყო დაგეგმილი, შიმშილობა შეწყდა. ხალხი მოშიმშილეებს ტაშით აცილებდა. 1 დეკემბერს საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს სესიამ საკონსტიტუციო ცვლილებები მიიღო. პროექტის ის მუხლი, რომელიც ყველაზე მეტად აღევებდა ქართულ საზოგადოებას, კრემლში მართლაც შეცვალეს. მოკავშირე რესპუბლიკებმა საბჭოთა კავშირიდან გასვლის უფლება შეინარჩუნეს. ის ცვლილებები, რომელიც ასე ვთქვათ, საქართველოს შეეხებოდა, ისე როგორც სხვა რესპუბლიკებს, აღარ გავიდა 29 ნოემბრის საკავშირო უზენაეს საბჭოზე და ეს იყო უდიდესი სამართლებრივი გამარჯვება და ამაზე დიდი იყო პოლიტიკური გამარჯვება. როდესაც ეს იყო გარდამტეხი მომენტი, უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ 88 წლის 29 ნოემბრიდან საბჭოთა ხელისუფლება პრაქტიკულად აღარ არსებობდა საქართველოში და ინიციატივა მთლიანად ხელში აიღო ეროვნულმა მოძრაობამ. 1988 წლის ნოემბრის აქციების შემდეგ ნათელი გახდა, რომ ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობის შემდეგი მოთხოვნა საბჭოთა კავშირიდან საქართველოს გასვლა იქნებოდა. 1975 წლის 1 აგვისტოს ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკში ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის თათბირი გაიმართა, რომელშიც ევროპის ქვეყნების გარდა მონაწილეობას ამერიკის შეერთებული შტატები და კანადაც იღებდა. შეხვედრის შემდეგ სამიტის წევრმა სახელმწიფოებმა დასკვნითი აქტი მიიღეს. ამ აქტზე ხელმომწერი ქვეყნები ადამიანის უფლება და დაცვის სფეროში საერთაშორისო სტანდარტების შესრულების ვალდებულებას იღებდნენ. ჰელსინკის დასკვნით აქტზე ხელის საბჭოთა კავშირმაც მოაწერა. 1976 წლის მაისში მოსკოვში ჰელსინკის შეთანხმებათა შესრულების ხელშემწყობი პირველი ჯგუფი შეიქმნა.
იმავე წლის შემოდგომაზე ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას ინიციატივით ასეთივე ორგანიზაცია თბილისშიც ჩამოყალიბდა. ეს ორგანიზაცია არ იყო რაღაც ისეთი მსგავსი რაღაცა პარტიის, რომელსაც აქვს რაღაც მკვეთრი დისციპლინა, სხდომები და რაღაცა. ეს იყო ჩვეულებრივი მეგობრული ურთიერთობაში მსჯელობა, განხილვა საქართველოს აქტუალური საკითხების და მიზანი, რომელსაც ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა სახავდნენ თავიანთი წინაშე და უпроსტად საქართველოს წინაშე, ეს იყო როგორ გამოეფხიზლებინათ საქართველოს იმ სისრულისა და სიყალბის თამაშისაგან, რომელიც საქართველოში იყო გამეფებული, მოგახსენებათ ეს ის დრო, როდესაც შევარდნაძემ გამოაცხადა დევიზიის როლ ასეთი ბრძოლა ნეგატიურ მოვლენებთან, ეს იყო ფაქტიურად ბრძოლა არა რაღაც ნეგატიურ მოვლენებთან, არამედ რეალურად ეროვნულ სულთან, ჭეშმარიტ ეროვნულ ღირებულებებთან. 1975 წელს ქართველმა დისიდენტებმა არალეგალური ლიტერატურულ-პუბლიცისტური ჟურნალის ოქროს საწმისის გამოცემა დაიწყეს, სადაც ანტისაბჭოური ხასიათის ნაწარმოებები იბეჭდებოდა. ერთი წლის შემდეგ კოსტავამ და გამსახურდიამ უკვე საზოგადოებრივ პოლიტიკური ხასიათის ჟურნალი საქართველოს მოამბე დააარსეს. ჟურნალი, რომელიც საბჭოთა სისტემის მძაფრ კრიტიკას შეიცავდა, კუსტარულად იბეჭდებოდა და მისი ტირაჟი დაახლოებით 300 ეგზემპლერს შეადგენდა. ჰელსინკის ჯგუფის საქმიანობა კომუნისტური რეჟიმისთვის სულ უფრო საშიში ხდებოდა. 1977 წლის დასაწყისში უშიშროების კომიტეტმა ყველა რესპუბლიკაში მოქმედი ჰელსინკის ჯგუფის წევრების დაპატიმრება დაიწყო. 7 აპრილს მერაბ კოსტავას საკუთარ სახლში დააპატიმრეს. მერაბის სახლის წინ პატარა ბაღია, სკვერია, იქ სკამები იდგა და იქ ვიკრიბებოდით ყოველ დილით. დილის 8 საათიდან საუბრობდით რაღაც ყოველ დილით აბსოლუტურად. როდესაც იმ დილაზე გავედი, დაახლოებით იქნებოდა ალბათ 9 საათზე, გამიკვირდა რომ მერაბი არის და იქ. და კარები დაკეტილი იყო, გაზაფხული იყო, დაახლოებით 7 აპრილი იყო. და ყოველთვის კარები ღია ქონდა მერაბის, ლოჯის კარები. დაკეტილი იყო, ფარდები ჩამოშვებული იყო. რაღაც ეჭმა გამკრა, მაგრამ ამ ყურებაში დავინახე, რომ ვიღაც კაცმა ფარდა გაწია. და მივხვდი, რომ უკვე ადრე იყვნენ მოსული ეს დასაჭერად კგბ-ს ხალხი. მერაბისთან დილაზე ხშირად მოდიოდნენ ნაცნობები, მეგობრები. და ცდილობდი, რომ ჭიშკარში საერთაშემოსავლეს ეზოში დამდგარ ვიყავი იქ, რომ ვინც უნდა მოსულიყო, მე თქვა, რომ აი არ შეხვიდეთ. მაგრამ იქაც იყო რაღაცა მაგათ წარმომადგენლები. არ მინდა რომ იმათ გაიგოთ ეს ამბავი. 1-2 კაცის გაფრთხილება კი მოახერხე, მაგრამ მე ვეღარ მოახერხე და იმ პერიოდში ვინც მერაბის მოვაკითხა, ვინც შევიდა გარეთ აღარ გამოსულა რა. დაახლოებით ასე გაგრძელდა საღამოს 10 საათამდე რა. დაახლოებით საათი იყო ამ 11:30, როდესაც მერაბი წაიყვანეს. იმავე დღეს დააპატიმრეს ზვიად გამსახურდიაც. საქართველოს ჰელსინკის ჯგუფის წევრთა დაკავებას წინ საზოგადოების საინფორმაციო დამუშავება უსწრებდა. ახალგაზრდა კომუნისტი 29 მარტი 1977 წელი. ადამიანის უფლებათა დაცვის ნიღბით მოღალატეთა კანტორა დაარსდა. სულ მალე გააქრობს საქართველოს ამ ლაქას და უფესო ხალხისა და რესპუბლიკის საზიანო კანტორა შანშანდელი თოვლივით აორთქლდება. ეს თქვენზე, თქვენის თანებზე ითქვა ამას წინათ რესპუბლიკურ პარტიულ სამეურნეო აქტივზე. სოციალიზმის ღალატის ყოველგვარ ცდას სამშობლოს ღალატი მოსდევს. ინტერნაციონალიზმისგან განდგომის ყოველ ცდას საბოლოო ანგარიშით პატრიოტიზმისგან განდგომა მოჰყვება ხოლმე. და მუდამ იმით მთავრდება, რომ ამგვარი კაცი ეროვნულ ინტერესებსაც ყიდის და ფეხქვეშ თელავს ყველა წმინდას, რაც გააჩნია. ასე რომ მოიხსენით ბატონებო, ქართველი პატრიოტების მანტია. 1977 წლის მაისში თბილისის საქალაქო სასამართლომ
მერაბ კოსტავას და ზვიად გამსახურდიას ანტისაბჭოთა პროპაგანდისთვის 3 წლით თავისუფლების აღკვეთა და 2 წლით გადასახლება მიუსაჯა. ნოემბრის აქციის შემდეგ საქართველოში მდგომარეობა კვლავ დაიძაბა. დაძაბულობის კერამ აფხაზეთში გადაინაცვლა, სადაც სეპარატისტულად განწყობილმა აფხაზთა ჯგუფმა სოხუმში ორგანიზაცია აედგილარა ჩამოაყალიბა. ორგანიზაციის უმთავრეს მიზანს რეგიონში კრემლის პოლიტიკის მხარდაჭერა და საქართველოს შემადგენლობიდან აფხაზეთის გამოსვლა წარმოადგენდა. აშკარა გახდა, რომ სეპარატისტების დახმარებით რუსეთის საქართველოს შენარჩუნებას ცდილობდა. 1988 წლის 3 დეკემბერს სოხუმში ილია ჭავჭავაძის საზოგადოების ორგანიზებით საპროტესტო გამოსვლა გაიმართა. არ შეიძლება ჩვენ მას არ დავანახოთ, რომ არავის მსოფლიოში, როგორც არ უნდა პირდებოდნენ აფხაზებს ამას, არ აინტერესებს აფხაზების ბერდი, არავინ ისე არ უნდა იცოდეს აფხაზებს ქართველიზაციისაგან, რუსიფიკაციისაგან, როგორც ქართველიერი, რადგან ის სიცხეია ჩვენ. 3 დეკემბრის მიტინგი იყო ნამდვილად მრავალრიცხოვანი და სერიოზული იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენ მიზანი იყო აგვეხსნა მოსახლეობისთვის, აფხაზებისთვის, რომ საქართველოს არამც თუ მტერი არ არის აფხაზისა, არამედ მან შეინარჩუნა იგი დღემდე, რაც არ მოხდა მაგალითად ჩრდილო კავკასიის ბევრ ხალხებში. აი ამ მიზანს ისახავდა ეს მიტინგი. დაგვერწმუნებია აფხაზები, რომ ჩვენ, ასე ვთქვათ, ძმები ვართ და არა მტრები. დამოუკიდებლობის მოპოვების გზაზე აფხაზეთი საქართველოსთვის ყველაზე დიდი და სისხლიანი პრობლემა გახდება. ამ მხრივ 1989 წელი გადამწყვეტი აღმოჩნდა. სწორედ ამ წელს დაიწყო აფხაზეთში ვითარების ესკალაცია, რომელმაც ჯერ 9 აპრილი, შემდეგ ივლისის შეტაკება, ბოლოს კი შეიარაღებული კონფლიქტი გამოიწვია. 1989 წელი ღია კონფლიქტის დაწყების წელი იყო. ამის გამო ჯერ კიდევ გამოუცდელ ეროვნულ მოძრაობას ერთბაშად რამდენიმე ფრონტზე მოუწია ბრძოლა. აფხაზეთის პრობლემის გარდა მას უნდა დაესახა ის სამოქმედო გეგმა, რომელიც საბოლოოდ ქვეყანას უდანაკარგოდ მიიყვანდა დამოუკიდებლობამდე. ამ მიზნის მისაღწევად ეროვნულმა მოძრაობამ რადიკალური მეთოდები აირჩია. 1989 წელს კომუნისტური რეჟიმის წინააღმდეგ მიმართულმა საპროტესტო აქციებმა და მანიფესტაციებმა საქართველოში პერმანენტული სახე მიიღო. ყველა მნიშვნელოვან აქციაში ერთ-ერთ წამყვან როლს მერაბ კოსტავა ასრულებდა. მის სიტყვას ნებისმიერ მიტინგზე პროგრამული ხასიათი ჰქონდა. კოსტავა არ იყო ორატორი. მისთვის უცხო იყო ლამაზი ლაპარაკი და სიტყვების შერჩევა. ადამიანი, რომლისთვისაც სამშობლო ყველაზე მაღლა იდგა, ქართველ ხალხს მეგაფონიდან იმას ელაპარაკებოდა, რასაც გრძნობდა და რისიც სწამდა. რომ საქართველოს უნდა მოიპოვოს დამოუკიდებლობა, რომ საქართველოს ღირსია სრული თავისუფლების, რომ საქართველოს ღირსია 1989 წლის 8 თებერვალს ეროვნული მოძრაობის ლიდერებმა უნივერსიტეტის ეზოში დავით აღმაშენებლის გამეფების 800 წლისთავი აღნიშნეს. მიტინგზე 5000-მდე ადამიანი შეიკრიბა. დიდი ქართველი მეფის ხსენების დღეს მერაბ კოსტავამ ქართული ჯარის ჩამოყალიბების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მეგობრებო, შემდგომი ეტაპი საქართველოს ეროვნული აღორძინებისა, რომელიც თანდათან მიემართება დამოუკიდებლობისაკენ, ეს არის ეროვნული არმიის შექმნა. 1978 წლის აგვისტოში თბილისში გამართული სასამართლო პროცესის შემდეგ მერაბ კოსტავა პერმის ბანაკში გადაიყვანეს
სადაც იგი სხვა პოლიტპატიმრებთან ერთად სასჯელს ბანაკის შიდა ციხეში იხდიდა. ციხის მძიმე ყოფას მერაბ კოსტავა მოთმინებით და ღირსებით იტანდა. პატარა საკანში გამომწყვდეული ადამიანი გარეთ დარჩენილ ახლობლებზე უფრო სწუხდა და შესაბამის წერილებსაც წერდა. ჩემო დედა, ყველაზე მეტად შენ და შენი ჯანმრთელობა მადარდებს. ჩემზე ნუ ირდარდებ. ყველაზე ნაკლებ გასაჭირში მე ვიმყოფები. ჩემთვის ციხე გართობაა და ცხოვრების შემეცნების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალი. წელიწადის ეტლი ორგზის შემოbrunებასაც ვერ მოასწრებს, რომ ჩვენ ხანგრძლივი ხილვის შესაძლებლობა მოგვეცემა ჩემი განსახლების ადგილზე. შეხვედრამდე აზრსა და გონებაში მუდამ ჩემთან ივლი. ზოგჯერ განშორება უფრო აახლოვებს ადამიანებს. იცოდე ცოცხალს რომ ვერ მოგისრო, არ ვიცი რას მოვიმოქმედებ. მაშინ ვინღა დავადანაშაულო. ეს ამბავი ჩემს თავსაც და სხვასაც ხომ სასტიკად უნდა მოვკითხო. მხოლოდ განუზომელი მოთმინებით თუ ვფარავ უსაზღვრო რისხვასა და შურისძიების შესაძლებლობას. ამგვარმა სტიქიამ რომ სადავე გამომგლიჯოს და თავი წამართვას, მაშინ ვეღარაფერი დამაკავებს და საკუთარ თავს და ალბათ იმ სხვებსაც უბედურებას აუტეხავ. პერმის პოლიტპატიმართა ბანაკში მე და მერაბი მოვხვდით ერთად. ესე იგი მეც იქ მიმიყვანეს, სადაც მერაბი იყო, მაგრამ ერთ ასე ვთქვათ ზონაში ვერ მოვხვდით. ეს ზონა 37 ზონა იყო პერმის, გაყოფილი იყო ორ ქვეზონად, ორ პატარა ზონად და შუაში იყო ის ქარხანა, სადაც დეტალებს ვამზადებდით. ჩასვლის შემდეგ მოხდა ისე, რომ ჩვენ ერთ დაზგაზე ვმუშაობდით. ძალიან მალე დავამყარეთ, ესე იგი, მიწერ-მოწერა. რა თქმა უნდა, საიდუმლო იყო ყველასაგან ღიად არ შეიძლებოდა, ყველაფერი ხდებოდა იმისათვის, რომ ეს არ მომხდარიყო, მაგრამ ჩვენ მაინც დავამყარეთ და როდესაც ერთმა მითხრა, რომ ამ დაზგაზე მერაბი მუშაობსო და დავინახე დაზგაზე ელაგა ეს ისენი გაფუჭებული დეტალები. რომლებითაც ჩვენ რაღაც ორ კაპიკს გვიწერდნენ და იმათ რაღაც დამატებით ლუკმაპურს შოულობდით, ვყიდულობდით უпростоრედ. მე მივწერე მერაბს, რაში ეს საქმე, მერაბ მეთქი, როგორ გაგიფუჭდა, გონიერი კაცია ახლა მერაბი და გამიკვირდა, რანაირად მოვიდა ესა. უნდა მომივიდა საოცარი პასუხი. ერთ სიტყვით, ის შეგნებულად აფუჭებდა ამ დეტალებს, რათა ჩვენი ხელით საბჭოთა სამხედრო ძლიერება არ გაძლიერებულიყო. ეს იგზავნებოდა სვერდლოვსკის ქარხანაში და იქ ხმარდებოდა, ასე ვთქვათ, სადაც მზადდებოდა საბჭოთა იარა. 1980 წლის აპრილში კოსტავას 3 წლიანი პატიმრობის ვადა დაუმთავრდა და იგი პერმის ბანაკიდან გადასახლებაში გააგზავნეს. ირკუტსკის ოლქი, ტაიშეტის რაიონი, სოფელი კვიტოკი, ჩაპაევის ქუჩა ნომერი 26. ამ მისამართზე ცხოვრობდა მერაბ კოსტავა მომდევნო 2 წელი. პოლიტპატიმრების გადასახლების ადგილად სოფელ კვიტოკს ჯერ კიდევ მეფის რუსეთის დროიდან იყენებდნენ. გადასახლების პერიოდში მშობელს ჰქონდა უფლება, რომ ჩასულიყო ენახა შვილი. და ამ ხანგებსაც ჰქონდა უფლება ჩასულიყო. და ოლიკომ თხოვა თავიდან, რომ მე მარტო წასვლას ვერ შეძლებ და მე ვუთხარი ოლიკოდი ნუ გეშინია მე წავიდე ერთად წავიდეთ და ერთი მანამ წავიდოით ერთი 3 თვე წინასწარ ემზადებოით მერაბის სანახავთ ასე ვთქვათ და ოლიკო ამზადებდა კაი მასაკ თაფლი კარაკი და ასე რაღაცებს წინასწარ რომ იცოდა დასუსტებული იქნებოდა ცეხიდან გამოსული და კარაკი და თაფლი შეზავებული ეს კარგი იქნებოდა ფილტვებისათვის. წავით კვიტოკში. ეს სოფელი კვიტოკი არის ტაიშეტიდან დაახლოებით 60 კილომეტრი. ეს გზა მიდის ტაიგა მე ტყე არა ტყეში მიდის გზა დაახლოებით. ტყის გარდა აი არაფერი არ ჩანს. ცოტა ბაურობლული დღე იყო იმ დღესო. წავეც და შევედი დასახლება დიდი დასახლება იყო საერთოდ სოფლის იტყვიან ცენტრი.
გააგებიოს ესე იგი მერაბის რომ აი შენთან არიანო და მერაბის გამოვარდა სასწაული იყო გამოვარდა ჩამოიდგინა ის სამი საფეხური მერაბი მოვიდა ახლოს დაგვინახავ ჩვენ და ისე დაიბნა რომ ისე უკან გაიქცა შევარდა სახლში ალბათ რაღაც არის ყოველ შემთხვევაში მე მოტრიალდა საგვარია და ჩვენს შეხარუს საზღვარი არ ქონდა განსაკუთრებით მერაბი და დედამისი ნახევარ-საათი არ მოцლებიან ერთმანეთს გადასახლებაში კოსტავა მუსიკის მასწავლებლად გაამწესეს სოფლის კლუბში იგი კონცერტებს აწყობდა და ციმბირელებისთვის ქართული სიმღერის სწავლას ცდილობდა დედის წყალობით მერაბი მუსიკას ბავშვობიდანვე ეზიარა ოლღა დემურიას სურდა რომ მისი ვაჟი მუსიკოსი გამოსულიყო სკოლაში სწავლის პარალელურად იგი მუსიკალურ სასწავლებელში ფორტეპიანოზე დაკვრას ეუფლებოდა 1959 წელს კოსტავამ თბილისის კონსერვატორიაში ჩააბარა 3 წელი საფორტეპიანო ფაკულტეტზე იყო შემდეგ კი სწავლა მუსიკათმცოდნეობის სპეციალობით გააგრძელა ფართო აუდიტორიის წინაშე მერაბი იშვიათად გამოდიოდა ფორტეპიანოზე ძირითადად მეგობართა ვიწრო წრეში უკრავდა შესანიშნავად ასრულებდა ფრანც შუბერტის მინიატურებს ფრედერიკ შოპენს ბეთჰოვენს მაგრამ განსაკუთრებით რიჰარდ ვაგნერი უყვარდა ახლო ნათესავები იყვნენ ესე იგი მერაბი და ჩემი ბიცოლა და მასთან სტუმრად იყო მერაბი და იქ დაუკრა აი როგორც საერთოდ ხომ დება ოჯახში როცა ხარ ზოგი მღერი ზოგი უკრავს მერაბი შეასრულა რამოდენიმე ნაწარმოები არაჩვეულებრივად ბეთჰოვენის ნაწარმოებები დაუკრა ბეთჰოვენის სონატა დაუკრა შოპენი და ძალიან ემოციურად ძალიან ისე თვითონ როგორიც იყო ბუნებით ემოციური ასეთივე შესრულებაც ჰქონდა 1965 წელს კონსერვატორიის დამთავრების შემდეგ განაწილებით ჯერ რუსთავის პირველ სამუსიკო სასწავლებელში მოხვდა, შემდეგ კი თბილისში მეოთხე მუსიკალურ სკოლაში. მუსიკის მასწავლებლად მერაბი სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა. მაშინაც კი, როდესაც უკვე ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა იყო, იგი თბილისის მერვე მუსიკალურ სკოლაში მუსიკის ლიტერატურასა და ფოლკლორს ასწავლიდა. იმ საკლასო ოთახში, სადაც მერაბი სიმღერის გაკვეთილს ატარებდა, ხშირად ისმოდა შავლეგო და მუმლი მუხასა. მოსწავლეებთან პოლიტიკაზე არასოდეს ლაპარაკობდა. ამ თემაზე საუბარს სკოლის პედაგოგებთანაც ერიდებოდა. მერაბ კოსტავა იყო ძალიან პუნქტუალური. არასოდეს არ აცდენდა და თუ ვინიცობა რაღაცა მოხდებოდა, რომ ან ვერ შეძლებდა მოსვლას, ეს ძალიან იშვიათად იყო, მაგრამ ყოველთვის წინასწარ გვაგებიებდა და მე ცდილობდა, რომ აი ეს გაცდენილი, გაკვეთილი აენაზღაურებინა და არ ქონოდა გაცდენა. რაღაც საოცრად ის იყო რა, მოწადინებული არ ქვია ამას. უდიდესი პასუხისგებლობის გზნობა და სიყვარული ჰქონდა ბავშვების მიმართ. ყოველთვის ცდილობდა, რომ ბავშვებს დაეკრათ, ვთქვათ, ბალანჩივაძის კონცერტი, დაგდაკიშვილის საფორტეპიანო კონცერტი, ის რაც უფრო ისეთი იყო ქართული და უფრო პროპაგანდის თვალსაზრისით, ასევე სიმღერები, რომელსაც ასწავლიდა მერაბი, მუმლი მუხასა, მრავალჟამიერი, შავლეგო, ყველა ისეთი ნაწარმოებები იყო, რაც ბავშვებში ანვითარებდა პატრიოტიზმს. 1989 წლის 18 მარტს გუდაუთის რაიონის სოფელ ლიხნში აიდგილარას ინიციატივით აფხაზთა სახალხო კრება ჩატარდა. კრებამ საკავშირო ხელისუფლებას აფხაზეთის საქართველოს შემადგენლობიდან გასვლის თხოვნით მიმართა. И сейчас в создавшейся ситуации нас, я считаю, необходимо сделать независимыми друг друга, для того, чтобы мы очень уважительно друг к другу относились. Эта независимость нам даст возможность жить в мире и дружбе между нами. ლიხნის შეკრება იყო მთლიანად მომზადებულიც და განხორციელებულიც ხელისუფლების მიერ. ამიტომაც იყო ის ასეთი ხალხმრავალიც და
ამ ლიხსნის წერილზე ხელმომწერნიც იყვნენ როგორც ხელისუფლების წარმომადგენლები დაწყებული პირველი პირიდან და დამთავრებული ჩვეულებრივი მოკლა. აფხაზთა მოთხოვნამ თბილისში მღელვარება გამოიწვია. მარტის ბოლოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში სტუდენტებთან მერაბ კოსტავასა და ზვიად გამსახურდიას შეხვედრა გაიმართა. კოსტავამ აუდიტორიას აუწყა, რომ აფხაზეთში ეროვნული მოძრაობა საპროტესტო გამოსვლებს გეგმავდა. ჩვენ მოუწოდებს საქართველოს გეონდელ მთავრობას, ხელისუფლებას, ეგრევე. ბოლო-ბოლოს ის სიუბილეს და იმ ლოიალობას, რომელმაც აი ასეთ ჯანმრთელო მოგვიყვანა და უპრეცედენტო ამბავი ჩაადენია აფხაზებს. ჩვენ მოვიწყოთ მათგან იყვნენ რაც შეიძლება ხასნი და აღასრულონ არჩევნების წესი და რიგი აფხაზეთში სწორად და სამართლებრივად მოვუყო ანტიქართულ საკუთარ პოლიტიკას. Agora პირველში და სკაში აფხაზეთში არდება მიტინგები. პირველში ეს იქნება მესერეჯერში, სკაში გაგრაში. საშუალოა რაც შეიძლება მეტი თბილისიდან გაემგზავროს და მიიღოს ამ აქციებში მონაწილეობა. ჩვენ უნდა მივაჩვიოთ აფხაზეთს. აპრილის დასაწყისში ილია ჭავჭავაძის საზოგადოების ორგანიზებით აფხაზეთში მანიფესტაციები გაიმართა. ავტონომიურ რესპუბლიკაში მდგომარეობა უკიდურესად დაიწყო. პროვოკაციების აცილების მიზნით ილია ჭავჭავაძის საზოგადოებამ აქციები თბილისში გადმოიტანა. 4 აპრილიდან მთავრობის სახლის წინ მიტინგი დაიწყო, რომელზეც აფხაზეთის ხელისუფლების იმ წარმომადგენელთა დასჯას ითხოვდნენ, ვინც ლიხნის შეკრებას გაუკეთა ორგანიზება. ილია ჭავჭავაძის საზოგადოების ამ მოთხოვნას ეროვნულ მოძრაობაში უთანხმოება მოჰყვა. ეროვნული მოძრაობის ლიდერთა ნაწილი აქციის მთავარ მიზნად საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნის დაყენებას მიიჩნევდა. ილია ჭავჭავაძის საზოგადოებას ჰქონდა მოსაზრება, რომ არის შესაძლებელი ამ ვითარებაში გარკვეული ზეწოლა ხელისუფლებაზე და აფხაზეთის პრობლემებში მთელი რიგი საკითხების მოგვარება. მეორე ნაწილს მიაჩნდა, რომ რაც არ უნდა მოხდეს, აფხაზეთის თემატიკა ეს არის ტირანიისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გადამწყვეტი თემატიკა. ამ მიმართულებით შეიძლება მოხდეს დათმობა, რომ პეტრე ჩაანაცვლონ პავლეთი, მაგრამ არსობრივი ცვლილება არ მოხდება და გამომდინარე აქედან მხოლოდ და მხოლოდ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ შეიძლება ეს პრობლემები იქნეს მოგვარებული. აპრილის აქციისას თავი იჩინა იმ მწვავე დაპირისპირებამ, რომელიც ეროვნულ მოძრაობაში დიდი ხანია რაც არსებობდა. 1987 წელს, როდესაც საქართველოში პირველი არაფორმალური ორგანიზაცია ილია ჭავჭავაძის საზოგადოება ჩამოყალიბდა, მასში თითქმის ყველა ცნობილი დისიდენტი გაერთიანდა. ამ გაერთიანებაში იყო მერაბ კოსტავაც. თუმცა ეროვნული მოძრაობის მონოლითმა სულ რამდენიმე თვე გაძლო. ილია ჭავჭავაძის საზოგადოებას გამოეყო პირველად გამოეყო ჭანტურიას ჯგუფი, როგორც მე მახსოვს. გია ჭანტურიას ჯგუფი, უფრო მოგვიანებით წერეთლის ჯგუფიც გამოეყო და ასე ვთქვათ, აი ამ საწყისი ერთობისგან შემდეგ შეიქმნა სხვადასხვა პოლიტიკური ორგანიზაციები. ჭავჭავაძის საზოგადოება თავისთავად დარჩა ჭავჭავაძის საზოგადოებად, მაგრამ ამავე დროს წარმოიშვა სხვა სპექტრიც, რომლებიც წინა პერიოდში ვთქვათ ჭავჭავაძის საზოგადოებაში, ჭავჭავაძის საზოგადოების ფარგლებში მოქმედებდნენ. იყო ორი მიმართულება. ერთი იყო, რომლებიც თავის თავს უწოდებდნენ რადიკალებს და რომლებსაც წარმოედგინათ, რომ აქციები უნდა ყოფილიყო ფაქტიურად პერმანენტული, უფრო აგრესიული სახის და მეორე ნაწილი იყო, რომელსაც ისინი განიხილავდნენ როგორც ლიბერალებს, რომლებიც უფრო ეტაპობრივი ხასიათის
მომხრე იყო განვითარების პროცესების და თვლიდა რომ ყოველ კონკრეტულ აქციას უნდა ქონოდა გარდა რასაკვირველია დამოუკიდებლობის ლოზუნგისა და დამოუკიდებლობის მიზნისა უნდა ქონოდა რაღაც კონკრეტული სხვა მიზანი. ეროვნულ მოძრაობაში არსებულ უთანხმოებას მერაბ კოსტავა მწვავედ განიცდიდა. იგი ყველა შერიგებას ცდილობდა და დაპირისპირებულ მხარეებს შორის ხშირად შუამავლის ფუნქციას ასრულებდა. კოსტავა იყო ალბათ ერთადერთი ადამიანი, რომლის სიტყვასაც ეროვნული მოძრაობის ყველა ფრთაში უმაღლესი არბიტრის მნიშვნელობა ჰქონდა. მოკიშპე მხარეების შერიგებას კოსტავა 1989 წლის აპრილის მოვლენების დროსაც ცდილობდა. თუმცა ვერაფერს მიაღწია. საერთო მოთხოვნების შესამუშავებლად 5 აპრილს ეროვნული მოძრაობის ლიდერთა შეკრება გაიმართა. შეკრების შემდეგ გადაწყდა, რომ მიტინგზე მთავარ მოთხოვნად საქართველოს დამოუკიდებლობა გამოცხადდებოდა. უმაღლესი საბჭოს კიბეებთან, ისევე როგორც 1988 წლის ნოემბრის აქციაზე, შიმშილობა დაიწყო. 8 აპრილს ქალაქში სამხედრო ტექნიკა გამოჩნდა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ საპროტესტო აქციას ხელისუფლება სამხედრო ძალის გამოყენებით დაშლიდა. თუმცა ამ ცნობამ მომიტინგეებზე გავლენა არ იქონია. პირიქით, რუსთაველის გამზირზე ხალხმა კიდევ უფრო იმატა. სახელითა მამისათა ძაცისათა დაწმინდისა სულისათა ჩვენთან არის ღმერთი არ დაიღოს. 9 აპრილს ღამის 3 საათზე დემონსტრანტებთან საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე მივიდა. მისი ინფორმაციით საფრთხე სერიოზული იყო და ამიტომ აქციის მონაწილეებს ქაშვეთის ტაძარში სალოცავად წასვლა მოუწოდა. პატრიარქის მოწოდება უარყოფილი იყო. ეროვნული მოძრაობის სხვა ლიდერებთან ერთად განსაცდელის ჟამს მომიტინგეებს გასამხნევებლად მერაბ კოსტავამაც მიმართა. ძმარო და დანო, საქართველოს ისტორიაში ყოფილა დიდებული წამები და ეს წამი არის ერთ-ერთი უდიდებულესი. როდესაც ამ 70 წლის მანძილზე, ამ ტანჯვასა და ვაებაში, ამ სისხლისღვრაში პირველად ასა შაქრული, ასა მთლიანი წარმოდგა ქართველიერი ღვთის წინაშე. ერთ საათში საბჭოთა ჯარებმა მიტინგის დარბევა დაიწყეს. დემონსტრანტების დასაშლელად ჯარისკაცებმა ორლესული ნიჩბები, მომწამვლელი გაზი და ხელკეტები გამოიყენეს. დაიღუპა 20-მდე ადამიანი. სხეულის სხვადასხვა დაზიანება 10-ობით ადამიანმა მიიღო. თითქმის ყველა მომიტინგემ მომწამვლელი გაზით იყო მოწამლული. მერაბი გაექანა, პირველი გაექანა მათ წინაა. და მე მივსდევდი და ძლივს მომასწარი მათსა და ჯარისკაცებს შორის ჩახტომა და შევყვირე მერაბ რა შვები, იმიტომ რომ ეს ხალხმაც მიბაზა მას და გამოედებდა. და ერთი შევყვირე და შემოbrunდი, იმიტომ რომ მოქნეული ხელკეტები იყო და მომკლავდნენ. მაგრამ ხალხს იმდენად უყვარდა მერაბი,
რომ უკვე 5-6 რიგი იყო მერაბსა და ხალხს შორის. ჩვენი საზოგადოების, ჩვენი პოლიტიკური ორგანიზაციის წევრებს, წმინდა ილია მართლის საზოგადოების წევრებს მე ვთხოვე მომხმარებოდნენ, იმიტომ რომ ვიცოდი მერაბი არ დამნებდებოდა და ასე რა ქვია, წინააღმდეგობას გამიწევდა. ვთხოვე მომხმარებოდნენ რომ მერაბი გაგვეყვანა იქიდან. და ჯერ ვთხოვე სიტყვიერად და ხელი ამიქნია რომ რას ამბობო. ვიცოდი, იქ რასაკვირველი იქაურობას არ დატოვებდა. ამიტომ მივესიე დაახლოებით 10 კაცი. მივესიე და ძალად აპატიოს ყველა, მაგრამ მივათრევდით სხვა რა სიტყვა ესე რა ქვია, ვიხმარო. ვაცილებდით ამ იმას რა ქვია. ბრძოლის თეატრს და იქ ახლა შადრევნებია ამ იარუსებს შორის. ახლა შადრევნები გადმოდის და მაშინ ბუჩქები იყო ჩარგული. და თავი რომ შეეკავებია და წინააღმდეგობა გაეწია, ამ ბუჩქებს ეპოტინებოდა. სულ დაისისხლიანა ხელები. 9 აპრილის დილას უშიშროებამ დააპატიმრა მერაბ კოსტავა, ზვიად გამსახურდია, გიორგი ჭანტურია, ვანო ხუხუნაიშვილი, ირინა სარიშვილი და ირაკლი წერეთელი. ეროვნული მოძრაობის ლიდერები ციხეში 18 მაისამდე იმყოფებოდნენ. შემდეგ ისინი გაათავისუფლეს. შვიდობიანი მომიტინგეების დარბევით ქართულ საზოგადოებაში საბჭოთა წყობილებამ საბოლოო დისკრედიტაცია განიცადა. ამის შემდეგ კომუნისტური ხელისუფლება საქართველოში მხოლოდ ფორმალურად არსებობდა. ყველა ხვდებოდა, რომ საქართველოს მიერ საბჭოთა კავშირის დატოვება მხოლოდ დროის ამბავი იყო. ტაიშეთში გადასახლების დასრულებას სულ 4 თვე აკლდა, როდესაც მერაბ კოსტავა კიდევ ერთხელ დააპატიმრეს. ქართველ დისიდენტს მილიციის თანამშრომელზე თავდასხმა დააბრალეს და დამატებითი სასჯელი შეუფარდეს. 1991 წლის დეკემბერში ტაიშეთის სასამართლომ კოსტავას ბოროტი ხულიგნობისთვის 5 წელი მიუსაჯა. ახალი სასჯელის მოსახდელად კოსტავა ანგარსკის ბანაკში გადაიყვანეს. 1994 წლის ნოემბერს მერაბ კოსტავამ პროტესტის ნიშნად შიმშილობა გამოაცხადა. ბანაკის ადმინისტრაცია მას ძალით კვებავდა. ის იყო საერთაშორისო დონის პოლიტპატიმარი და ამიტომ ეშინოდათ მისი სიკვდილის და მას ძალით კვებავდნენ. სტომატოლოგიური სპეციალური ინსტრუმენტია, ხელსაწყოა, რომლითაც კბილებში ჩაუდებენ და გაუღებენ, ბორკილებს დაადებდნენ, გაუღებდნენ ძალით პირს და შემდეგ ზონდით პირის ღრუდან შეჰყავდათ ესა თხიერი საკვები. კვირაში ერთხელ კვებავდნენ. ეს ითვლება მაინც შიმშილობად, იმიტომ რომ ჩამტრეულიც ჰქონდა კბილები, აი ესე ძალის ზავად რო უღებდნენ პირს. მაგრამ ეს ითვლება შიმშილობად. იმიტომ რომ პატიმარი უარს აცხადებს საკვების მიღებაზე და მას კვებავდნენ. შიმშილობა წელიწადი და 2 თვე გაგრძელდა. კოსტავა, რომელსაც შლექი დაემართა, 48 კილოგრამს იწონიდა და ძლივს დადიოდა. ამის გამო იგი 1986 წელს ციმბირიდან ტაშკენტის ბანაკში გადააგზავნეს, სადაც სპეციალური ტუბზონა იყო მოწყობილი. მერაბ კოსტავას 10 წლიანი პატიმრობა 1987 წლის გაზაფხულზე დასრულდა. ქართველი დისიდენტი ამ პერიოდისთვის უკვე ქსნის შრომაგასწორების კოლონიაში იყო. სწორედ აქედან გაათავისუფლეს იგი საბოლოოდ. (1989 წლის 13 ოქტომბერს მერაბ კოსტავა ქუთაისში გამართული საპროტესტო აქციის შემდეგ თბილისში ბრუნდებოდა. აქცია ქართველი წვევამდელების საკითხს ეხებოდა. როდესაც საბჭოთა კავშირის თავდაცვის სამინისტრომ შეიარაღებულ ძალებში მორიგი გაწვევა გამოაცხადა, ეროვნულმა მოძრაობამ ქართველ ახალგაზრდებს საბჭოთა ჯარში სამსახურზე ბოიკოტისკენ მოუწოდა. ამ კამპანიის სულის შემდგმელი მერაბ კოსტავა იყო, რომელიც ქართული სამხედრო ფორმირებების შექმნის იდეით გამოდიოდა. ეროვნული არმიის ჩამოყალიბების აუცილებლობაზე კოსტავამ საგაზეთო სტატია ჯერ კიდევ ზაფხულში გამოაქვეყნა. სახალხო განათლება
1999 წელი 9 აგვისტო. ქართველ მშობლებს მოუწოდებთ აღიჭურონ და იბრძოლონ, რათა მათმა შვილებმა სამხედრო სამსახური საქართველოში გაიარონ, ამასთან ეროვნულ არმიაში, რადგან არსებულ პირობებში საბჭოურ არმიაში სამსახურს ისევ ციხეში ჯდომა სჯობია. გაწვევასთან დაკავშირებით პირველი მიტინგი 1999 წლის 11 ოქტომბერს წმინდა ილია მართლის საზოგადოებისა და ეროვნული დამოუკიდებლობის პარტიის ორგანიზებით გაიმართა. ასეთივე მოძრაობა გაიშალა დასავლეთ საქართველოს რამდენიმე ქალაქში. სწორედ ამის გამო იმყოფებოდა კოსტავა ქუთაისში. მასთან ერთად საკუთარი პარტიის საქმეებზე ქუთაისში იყვნენ ილია ჭავჭავაძის გამგეობის წევრები, თამარ ჩხეიძე და ზურაბ ჭავჭავაძე. თბილისისკენ დილით ადრე გამოემგზავრნენ. ზურაბი ნასვამი იყო, ამიტომ თეთრი ფერის ნივას თამარ ჩხეიძე მართავდა. კოსტავა მძღოლის გვერდით იჯდა. 10 საათსა და 30 წუთზე რიკოთის უღელტეხილზე სოფელ ბორითთან თეთრ ნივას წინ რაღაცამ გადაურბინა. მე რაც მახსოვს იყო ის, რომ თითქოს მე ასე აღვიქვი მაშინ, რაღაცა დიდი სისწრაფით რაღაცა შავმა გაგვირბინა. დამუხრუჭების შემდეგ რაც მახსოვს ის იყო, რომ მანქანა ამოტრიალდა ნახევრად, მართვიდან, ასე რომ ვთქვათ, მართვის საშუალება დაუკარგე, უკვე აღარ იმართებოდა მანქანა და გადავიდა მეორე მხარეს, მოძრაობის მეორე მხარეს, სადაც მოხდა შეტაკება იქიდან მომავალ მანქანასთან. მე ისიც კი არ მახსოვს როგორ აღმოჩნდი გარეთ მანქანიდან, შეიძლება პარპრეზი, გატეხილი პარპრეზიდან ამოვარდი თუ კარებიდან გამოვედი, ესეც არ მახსოვს. მახსოვს მხოლოდ ის, რომ ცდილობდი ისინი გაომეყვანა და არაფერს არ ამბობდნენ, ესე იგი რომ ვეძახდი, ისინი არ პასუხობდნენ. მერე მოვიდა და დასახმარებლად რაღაცები გამვლელები არ ვიცი და ძალიან მალევე მოვიდა სასწრაფოს მანქანა ან მექიმები, არ ვიცი ზუსტად, ალბათ სასწრაფო. ისიც მახსოვს, რომ რაღაც ნემსი უნდა გაეკეთებიათ მერაბისთვის, თქვეს რომ მე არ მიკითხია სხვათა შორის რა ნემსია მეთქი, იმიტომ რომ იმ მომენტში მე ეჭვები არაფერი არ მქონდა, მითხრეს რომ ეს არის რელანიუმი და კიდე ის მახსოვს რომ მერაბი უწევდა ამას სასტიკ წინააღმდეგობას. აი გონზე იყო სხვათა შორის, მაგრამ ვერ ლაპარაკობდა. შემდეგ ვიცი რომ აი ამის შემდეგ უკვე მანქანაში, რომლითაც გადავყავდით საავადმყოფოში, ის გარდაიცვალა მანქანაში, იმიტომ რომ მივედით ის უკვე ცოცხალი აღარ იყო. თითქმის დარწმუნებული ვარ რომ ეს იყო მოწყობილი. ერთი იმიტომ რომ მანქანა საკმაოდ კარგ ფორმაში იყო წინა დღეს შევამოწმეთ და როგორც მე მითხრეს ეს ტექნიკურად ძალიან ადვილი იყო, რომ ტორმუზის თქვათ ისეთნაირად დაზიანება, რომ საავარიო სიტუაციის შემთხვევაში, როდესაც საავარიო სიტუაცია შეიქმნებოდა და მკვეთრი ტორმუზი დაჭირდებოდა მძღოლს, ამ დროს მომხდარიყო მანქანის ამოტრიალება. საზოგადოებაში მაშინვე ხმა გავრცელდა, რომ მერაბ კოსტავა უბედური შემთხვევის შედეგად კი არ მოკვდა, არამედ მოკლეს. მოწყობილი იყო თუ არა ეს ავტოკატასტროფა დღემდე უცნობია. საქართველომ დაკარგა ადამიანი, რომელიც ეროვნული საქმისთვის მთელი სიცოცხლე თავდადებით და უანგაროდ იბრძოდა. კოსტავა, როგორც ეროვნული დამოუკიდებლობისთვის გაუტეხელი მებრძოლის სიმბოლო, თაწმინდაზე დაკრძალეს. 21 ოქტომბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა. სიონის საკათედრო ტაძრიდან მერაბ კოსტავას ცხედარი პანთეონში გადაასვენეს და იაკობ გოგებაშვილის გვერდით დაასაფლავეს. კოსტავას შავლეგოს ეძახდნენ. ეს სახელი მას ცნობილმა მეცნიერმა შალვა ნუცუბიძემ ჯერ კიდევ ბავშვობაში შეარქვა. 1999 წელს მერაბ კოსტავას 50 წელი შეუსრულდა. იგი 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს იყო დაბადებული. ხალხი გავართ, ეთნიკურად გავით და თქვენთან ერთად გამიმართეთ, სწორედ. კიდე მithmams, რომ იგი მარტო არა, მარტო კაცი ბედნიერი ვერ იქნება. ბედნიერები ის თანაზიარობის გარეშე. ბედნიერება არის მხოლოდ და მხოლოდ თანაზიარობა. ბედნიერების თანაზიარობა, სწორედ. მარტო კაცი ბედნიერები ვერ იქნება ვერსა და ვერცერთ ვარიანტში. კარგად ვიყო და ბედნიერად.